Ki Anchorage თბილისის დროით 23 საათი სამხედრო ბაზა. 7 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის ლიდერის და სამხედრო დამნაშავის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ტრამპი პუტინს როგორც მასპინძელი თვითმფრინავის ტრაპთან დახვდება. აუდიენციის დაწყებამდე ისინი მედიასთან კომენტარს გააკეთებენ, იქნება თუ არა ერთობლივი პრესკონფერენცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეს ჯერ უცნობია. პოზიტიური შედეგის შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი გეგმავს დაურეკოს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის ლიდერებს. სამიტის წინ ანკორიჯში კიევის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, დემონსტრანტებს უკრაინის და ამერიკის დროშები ჰქონდათ და დონალდ ტრამპს მოუწოდებდნენ დაიცვას დემოკრატიული დასავლეთის ინტერესები რუს დიქტატორთან შეხვედრისას. პუტინი უკვე მიემართება ალასკისაკენ, თამარ ჭავჭავაძე აგრძელებს დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში ამ თემაზე საუბარს. ალასკის ქალაქი ანკორიჯი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტის მოლოდინშია. რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების ლიდერთან დაგეგმილი სამიტის წინ გზად შეიარა მაგადანში, სადაც ქარხანას, პარკსა და სპორტულ კომპლექსს მოინახულებს. მაგადანიდან ალასკამდე არის 3200 კილომეტრი. რუსეთის დელეგაციის ნაწილი ანკორიჯში უკვე ჩაფრინდა. პირველები მედიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ადგილი სპორტულ დარბაზში გამოუყვა, სადაც მათთვის საწოლებიც დადგეს. რაც შეეხება სამიტის გაიმართება ანკორიჯის გარეუბანში მდებარე ელმენდორფ რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე, პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყება თბილისის დროით 23 საათზე. მთელი მსოფლიო ელოდება ამ შეხვედრის შედეგებს. თავად დონალდ ტრამპიც აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერთან შეხვედრის პირველივე წუთებში მიხვდება არის თუ არა მზად ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის. დონალდ ტრამპის თქმით, ის 75%-ით არის დარწმუნებული, რომ დღევანდელი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან შეხვედრა დასახელებს მეორეს, რომელიც სურს, რომ მალე გაიმართოს ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით და შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ამ მეორე შეხვედრას ევროპის ზოგიერთი ლიდერიც დაესწროს. გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, რომ იქნება კარგი შეხვედრა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მეორე შეხვედრა, რომელიც გვექნება პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან და შესაძლოა ზოგიერთი ევროპის ლიდერებით შემოვიერთოთ. შეიძლება არა. არ ვიცი. ნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს მშვიდობა. სურს მშვიდობა ზელენსკისაც. შევხედავთ, შეძლებენ თუ არა შეთანხმებას. თუ შეძლებენ, ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობ, რომ სამიტი არ არის ჯილდო პუტინისთვის. ახლა გვაქვს სიტუაცია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ყველაფერი რაც გაკეთა არასწორი იყო. ყველამ შეცდომა დაუშვა. პუტინი დამნაშავია, ყველა დამნაშავია. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, მთელ უკრაინას დაიკავებდა, მაგრამ მე ვარ პრეზიდენტი და ჩემთან თამაში ვერ გამოუვა. სურს მალე დავგეგმოთ შემდეგი შეხვედრა. შესაძლოა ალიასკაზე გავმართოთ, ბევრად მარტივი იქნება. გავიგებთ სად დგას თითოეული მხარე. მე პირველ წუთებშივე მივხვდები, იქნება თუ არა ეს შეხვედრა კარგი. თუ ცუდად წარიმართება, სწრაფადვე დასრულდება. თუ კარგი შეხვედრა გვექნება, მაშინ ძალიან მალე მივაღწევთ მშვიდობას. ჩვენ წინასწარ არაფერს გეგმავთ, ჩვენ ვიცით რა გვაქვს არგუმენტები, გვაქვს გასაგები და მკაფიო პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებთ. უკვე გაკეთდა ბევრი რამ სტივ ვიტკოფის ვიზიტების დროს. პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა და ვიტკოფიც გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის სახელით. იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ სასარგებლო დიალოგს. დონალდ ტრამპი ალასკაზე ომის დასრულების მიზნით ჩადის, ვლადიმერ პუტინი კი უცვლელი პოზიციით, მას სურს ომის დასრულება საკუთარი პირობებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს. მას ანკორიჯში საპროტესტო აქციით ხვდებიან, ასობით ადამიანი შეიკრება ქალაქის ცენტრში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად. მომიტინგეებმა სოლიდარობის ნიშნად აქციაზე უკრაინის გიგანტური დროშა და პუტინის საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს. პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ კარგად გამოიყურებოდეს და ფიქრობს, რომ რაღაცას აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებს. ოთახში იქნება ორი მამაკაცი, რომელთა ნდობა არ შეიძლება, რომლებიც არც ერთმანეთს ენდობიან. საქმე ეხება უკრაინას და არა შეერთებულ შტატებს და რუსეთს. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და უნდა გავიდეს ქვეყნიდან. მოსალაპარაკებელი აქ არაფერია. პუტინი და ტრამპი იმედი მაქვს რაღაცაზე შეთანხმდებიან. იმედი მაქვს, რომ დასრულდება ომი, მაგრამ პრეზიდენტი ზელენსკი აქ უნდა იყოს, უკრაინა მისი ქვეყანაა. ერთმანეთს ხვდებიან ომის დამნაშავე და დამნაშავე ტრამპი, რომელსაც პრეზიდენტსაც კი არ ვუწოდებ. ტრამპი ფიქრობს, რომ შეთანხმებას მიაღწევს, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს ხალხის ზურგს უკან. აქ ვარ იმის გამო, რომ გამოვხატო ჩემი წინააღმდეგობა იმ ფაქტის მიმართ, რომ აქ ჩამოდიან პუტინიც და ტრამპიც.
ალასკაზე დონალდ ტრამპი რამდენიმე საათში გაემგზავრება, ვაშინგტონში კი ალასკის დროით საღამოს 6 საათისთვის დაბრუნდება. ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ის ტელეფონით გაესაუბრება ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპის ლიდერებს. უკრაინისა და ევროპის მოლოდინია, რომ დონალდ ტრამპი ბერკეტებს გამოიყენებს და აიძულებს პუტინს საბოლოოდ მიიღოს მისი შეთავაზება და უპირობოდ დათანხმდეს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. ევროპელებს და უკრაინას ასევე სურთ, რომ ყველა საკითხი ტერიტორიების ჩათვლით განხილული იყოს კიევთან ერთად და ამის პირობა თავად დონალდ ტრამპმაც დადო 3 დღის წინ. დღევანდელ სამიტს და მისი ჩატარების ადგილს აქვს სიმბოლური დატვირთვაც. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც ალასკაზე ჩავა მას შემდეგ, რაც ცარისტულმა რუსეთმა ის მე-19 საუკუნეში შეერთებულ შტატებს $7,200,000 მიყიდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი ადგილი იყო პუტინისთვის ალასკა ტრამპთან შესახვედრად, რადგან ის ახლოსაა რუსეთთან, მაგრამ დიდი მანძილი აშორებს ევროპასთან და უკრაინასთან. ამას გარდა რუსეთის ლიდერს, რომელზეც ჰააგის ტრიბუნალს ზებნა აქვს გამოცხადებული და 3 წელზე მეტია იზოლაციაშია, არ უწევს სარისკო ქვეყნებზე გადაფრენა.